გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს საერთო სახალხო კრება სამ სოფელში გაიმართა. ადგილობრივებმა სპორტული სივრცეების მოწყობას, კვერების გაკეთება და სანიაღვრი არხების გაწმენდა მოითხოვეს. კახეთის რეგიონში ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შევხვდით ბაკურციხის და კარდენახის სოფლის მოსახლეობას, სადაც გავაცანით მათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის არსი და მნიშვნელობა. მოვისმინეთ უშუალოდ მოსახლეობისგან ინიციატივები, თუ რომელი პროგრამის განხორციელება სურთ და როგორც შარშან სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში დავპირდით და შევუსრულეთ მოსახლეობას ის პროექტები და განმახორციელეთ წესსაც ხმათა უმრავლესობით, რაც გადაწყდა სოფლის მოსახლეობის მიერ შესრულება აღნიშნული პროგრამები, რითაც საშუალება ექნებათ, რომ სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ ისარგებლოს. მოსახლეობასთან შეხვედრების დასასრულს უახლოვდება, ჩვენ თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა შევხვდით. ეს პროექტი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითონ სოფლის მოსახლეობას თავად შეეძლება პრიორიტეტული საკითხების არჩევა და შემდეგ მასთან ერთად ჩვენ მივეხმარებით გადაწყვეტაში. მინდა გითხრათ, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 520,000 ლარია გამოყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ყოველთვის ხშირად უნდა იმართებოდეს. გუბერნატორი მობრძანდა, დიდი მადლობა ამისათვის, ჩვენი მერი მობრძანდა. მართლა მადლობა. პრობლემები ჩვენ წამოვაყენეთ რაღაც საკითხები, მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად ტრენაჟორების გაკეთება გვინდა. კიდევ აი ზევით პარკი არის მოსაწესრიგებელი. რაც გაკეთდება, კარგად გაკეთდეს, ეს არა უჭირს და მერე შემდგომში დახმარების პროექტი კიდევ მაღლა მერე შემდგომში გაკეთდება. ახლა ერთნაირად ქვეყანა არ აშენდება, ხო ვიცით და მაგრამ აი განსაკუთრებით ის სამამულო ომის მონაწილეთა პარკი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა ჩემი აზრით, რომ ის უნდა გაკეთდეს, აღდგეს აუცილებლად. ჩვენთვის აუცილებელი იყო გასაუბრება, რომ გაიგოთ ჩვენ წარმომადგენლებს რა გვიჭირდა სოფელში, წამოიჭრა საკითხი, რომ იყო გასაკეთებელი სანიაღვრები, გზები ის უნდა გაკეთდეს, შეგვეძნენ, იმედია მალე იქნება და უფრო მოხარული ვიქნებით ეს ბავშვების ისიც რომ გაკეთდეს, მოწესრიგდეს.